ვახო სანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სანაიას სასამართლოს სხდომას არ დასწრებია. მისი განცხადებით მნიშვნელობა არ აქვს მის წინააღმდეგ სასჯელის რა სახეს გამოიყენებენ სიტყვის თავისუფლებას მაინც ვერავინ შეუზღუდავს. მათი გზავნილია რომ ჩვენ გავჩუმდეთ. აი ჩემი გზავნილია რომ არ გავჩუმდები. რაც არ უნდა ჯარიმა დაწერონ, რა პატიმრობაც უნდა გამოიყენონ, რა სასჯელის ზომაც უნდა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. ეს არის ის, რასაც მე ვეუბნები როგორც ივანიშვილს, მის ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ასევე ამას ვეუბნები ჩვენ საზოგადოებას, რომ იცოდეს, რომ მე არ გავჩერდები. რაც არ უნდა ზომები მიიღო. მეუღლე და კოლეგები სანაიას ბრძოლაში მხარს უჭერენ, აღნიშნავენ, რომ ეს ჟურნალისტების დაშინების კიდევ ერთი ახალი კამპანიაა. თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით ვერავის შეაშინებენ. მათი შეფასებით სწორედ ამის ნათელი მაგალითია ვახო სანაია, მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები. მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, მის ამ ბრძოლაში, ზოგადად ქვეყანაში, რომ Facebook სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს არის ვახო, ეს ძალიან შოკის მომგვრელია. მათ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პერსონალური ანგარიშწორებაც არის ვახო სანაიაზე და არის, რა თქმა უნდა, შეტევა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც ძალიან შეუპოვარია, რომლის გაჩუმებას ვერ მოახერხა რეჟიმმა. ხო, მართლაც განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ეს არის ჟურნალისტების მიმართ კიდევ ერთ დაშენების ახალი კამპანია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვახოს წინააღმდეგ იყო ეს კამპანია პირველ რიგში მიმართული, იმიტომ რომ ვახო აჩვენებდა ყველას ამ დაუმორჩილებლობის მაგალითს. დაუმორჩილებლობა არის ერთადერთი ბრძოლის მეთოდი დღეს ამ საშინელი დიქტატორული პარანოიდული რეჟიმის წინააღმდეგ. ვიცი, ხა ჩემთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და აბსოლუტურად მიუღებელია ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა, თავისი მოსაზრების გამოთქმის გამო. მე არ ვიცი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი უმსგავსობები ამ ქვეყანაში, მაგრამ მე გამოხატო ცხადია პროტესტს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჟურნალისტის დაკავებას სოლიდარობა გამოუცხადეს მესამე სექტორშიც. გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ვახო სანაიას დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. მათი შეფასებით ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სასამართლო რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად გამოიყენება. ხოლო სანაიას მიმართ გამოყენებული ზომა ადამიანის დემონსტრაციულ სამაგალითო დასჯას წარმოადგენს. ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა Facebook პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული სამაგალითო დასჯა განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან. ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სასამართლო ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირ თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება. განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტების დაკავება ქართული ოცნების ხელწერა. ასე ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვახო სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამბობენ, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას მაინც ვერ შეძლებს და კრიტიკული მედია რეჟიმის მხილებას გააგრძელებს. ჟურნალისტის დაკავება კი მმართველმა გუნდმა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ კანონი პიროვნების ღირსების შელახვის წინააღმდეგ ეფექტიანად მოქმედებს და ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა საზოგადოებაში დაგროვილი ზიზღი მხარეებს შორის არსებულ პოლარიზაციას ვეღარ აღრმავებდეს.
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწართ ხალხს. Facebook სტატუსების გამო ადამიანებს უკვე არათუ აჯარიმებენ და ფინანსურ ტვირთებს კიდებენ, არამედ პირდაპირ გაგებით უშვებენ ციხეში. ჩვენ ვიხილეთ შემთხვევები, როდესაც კრიტიკული მედია რამოდენიმე შემთხვევა იყო ესეთი დაჯარიმდა ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ცალკეული ტერმინების გამო. ესეც რა თქმა უნდა არის ცენზურა. ვახო სანაია, რა თქმა უნდა, დიდი ხანია თვალში ეჭხირებოდა ქართული ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ხოლმე ძალიან მწვავე განცხადებები, მწვავე შეფასებები და სამაგალითოდ სადა ქართულმა ოცნებამ მისი დასჯა. ეს არის არამხოლოდ განსხვავებულ აზრზე, არამხოლოდ თავისუფალ მედიაზე შეტევა, არამედ ეს არის ის სამაგალითო შემთხვევა, რომელიც უნდა აისახოს აუცილებლად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამის ანგარიშებში. კანონი მოქმედებს იმის წინააღმდეგ, რომ არავინ შეურაცხყოფა არ მიაყენოს, ღირსება არ შეულახოს ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის საშუალებით. რაც მე არ ამგონია, რომ რომელიმე ჯანსაღი ადამიანისთვის აქ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს. ცხოვრებაში არაფერს არ წარმოადგენდნენ, არც დღეს არაფერს არ წარმოადგენენ. ერთადერთი შეუძლიათ, რომ Facebook-ის მეშვეობით ლანძღონ ადამიანები აგინონ, მიაყენონ შეურაცხყოფა, შეულახონ ღირსება და კი ბატონო, იყოს მათთვის ეს პრობლემა, თუმცა მოუწოთ მათ ჯარიმების გადახდა და განმეორებრივ შემთხვევაში არის უკვე კიდევ სხვა ტიპის სანქცია. ჟურნალისტის დაკავებას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ევროპარლამენტარები მაიკ გალერი, რასა იუკნევიჩენე, ვიოლა ფონ კრამონი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კალერი სანაიას სოლიდარობას უცხადებენ. საქართველოს ხელისუფლების ქმედებას კი სამარცხვინოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრების გამო პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად ემსგავსება ქვეყანა კომუნისტურ რეჟიმს. ჟურნალისტების დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ, იმ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია, სირცხვილია. ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის Facebook-ზე პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველოს კრემლის სტილის რეპრესიებში. ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილს მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიაშვილმა ვახო სანაია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 6000 ლარით დააჯარიმა, რასაც ჟურნალისტის მეორე პოსტი მოჰყვა. ჯარმის გადაუხდელობის გამო კი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.